ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევის თანახმად მეცნიერებმა ისეთი სისხლის ტესტი შეიმუშავეს, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკის განსაზღვრასთან ერთად მოლეკულური საათის ფუნქციასაც ასრულებს. შესაბამისად, ის არა მარტო განსაზღვრავს ალცჰაიმერის რისკს, არამედ დიდი სიზუსტით ადგენს დროის რა მონაკვეთის შემდეგ გამოვლინდება პაციენტს მეხსიერების პრობლემები. მეცნიერებმა 600 ხანდაზმული ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და ყურადღება ცილა ტაუს სპეციფიკურ ფორმაზე. პიტაუგორას 17-ზე გაამახვილეს. აღმოჩნდა, რომ ამ ცილისა და მისი ნორმალური ფორმის თანაფარდობა სისხლში კოგნიტური სიმპტომების გამოჩენამდე ბევრად ადრე იწყებს ზრდას. ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება კი ამ პროცესის თანმიმდევრულობაა. მეცნიერები დააკვირდნენ, რომ სისხლში სპეციფიური ცილის კონცენტრაცია მოხუცებში იზრდებოდა კანონზომიერად. მათ ასაკისა და ანალიზის მონაცემების გათვალისწინებით შექმნეს მათემატიკური მოდელი, რომლითაც ტესტს 3-4 წლიანი სიზუსტით შეუძლია განსაზღვროს, როდის გადაიკვეთება კრიტიკული მაჩვენებელი და როდის დაიწყება ალცჰაიმერის დაავადების ხილული ფაზა და სიმპტომატიკა. დანიურმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Novo Nordiskმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. 2027 წლიდან კომპანია თავის ყველაზე მოთხოვნად პრეპარატებზე წნოვნის კლებისთვის განკუთვნილ GLP აგონისტების ფასებზე 50%-მდე შეამცირებს ფასებს. კომპანიის ეს ნაბიჯი პირდაპირ პასუხია მისი მთავარი კონკურენტ Eli Lilly-სთან გამწვავებულ ბრძოლაზე. კომპანიას სურს ესწავლები უფრო იაფი გახადოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც მათი ყიდვა სრული ფასით უწევს, ან რომელთა დაზღვას პრეპარატს მხოლოდ ნაწილობრივ აფინანსებს. ამ სტრატეგიის ფარგლებში პოპულარული პრეპარატის ვეგოვის ფასი მომავალიდან განახერხდება, ისევე როგორც ამ GLP-1 აგონისტების ჯგუფის სხვა მედიკამენტების ფასიც.